ერთი გორილა 100 ადამიანის წინააღმდეგ. ალბათ ამ დღეებში მსგავსი დაპირისპირება ერთხელ მაინც შეხვდათ სადმე. უფრო კონკრეტულად რო ახსნათ, ცოტა ხნის წინ ვიღაცას Twitter-ზე გაუჩნდა კითხვა. მას აინტერესებდა მოერეოდა ერთი გორილა თუ 100-ის დასრული მამაკაცი. ამ ვიდეოში ვაპირებ, რომ ეს თეორიული დაპირისპირება ცოტა გავშავო და პასუხებიც მოგაწოდოთ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ როცა დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ, სიტუაცია ყოველთვის გასათვალისწინებელია. ამ თემაზე რა ვიდეოების ვნახეთ, თითქმის ყველა უგულვებელყოფს ამ ფაქტორს. როგორც ადამიანი შეიძლება იყოს შედარებით დიდი, პატარა, სუსტი ან ძლიერი, ისე შეიძლება იყოს გორილაც. ამიტომ შეიძლება ყველამ სხვადასხვა რაღაცა თქვას ამ დაპირისპირებას და ყველა სწორი იყოს. რადგან არ ვიცით რა პირობებში წარმოუდგენია ეს ბრძოლა მას. ამ ვიდეოში ყველაფერს დავაკონკრეტებ და ისევ იმშელებ. მოდით დავიწყებ იმით, რომ ეს წმინდა წყლის თეორიული დაპირისპირებაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ვიღაცების ვიდეოდან გავიგე, რომ ადამიანებს გორილასი უბრალოდ ისე შეეშინდებოდათ, რომ ვერც ერთი ვერ მივიდოდა პირველი. და სწორედ ამიტომ გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში გორილა. ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმებით, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს. ანუ გორილა არ გაიქცევა, ხო? ნაცრისფერ ზურგა გორილა კი არა, სულ კინგ-კონგთან მქონდეს საქმე, როცა დაინახავს ეს არსება, რომ 100 უთმო მაიმუნი მორბის მისკენ აუცილებლად გაიქცევა. წარმოიდგინეთ, ხართ გორილას, შეიძლება საერთოდ არ ყავდეთ ადამიანი ნანახი და 100 ცალი მორბის თქვენსკენ. ამ ადამიანებთან პირისპირ შემა გორილის პირველი ინსტინქტი ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ამ თემაზე თუ მშელდ, თავიდანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ არც გორილა გაიქცევა და არც ის 100 ადამიანი, თორე სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის. ახლა კი ნელ-ნელა შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რა პირობებში წარიმართება ეს ორთაბრძოლა. რახან საქმე 100 ადამიანთან გვაქვს, მოდით ავურჩიოთ, რაც შეიძლება ძლიერი გორილა. ნაცრისფერ ზურგა მამრი. მოდით ცოტა რეალისტური წონას ავიღოთ და ავიღოთ სადაც 200 კილო, რაც უკვე ბევრია. ზოგადად გორილას ზომაზე გადამეტებული წყაროები არის ინტერნეტში. ადამიანებს რაც შეეხება, მოდით ავიღოთ საშუალოდ ათლეტური 100 მამაკაცი. არც ძალიან უუნაროები და არც პროფესიონალი მებრძოლები, სადღაც შუაში. ამ კონფრონტაციაში არის ორი ძირითადი სტრატეგია. ერთი არის, რომ ერთად მივარდნენ და შეესიონ ადამიანები გორილას და მეორე არის, რომ ცალ-ცალკე მივიდნენ. ორივეს განვიხილავ და ვეცდები ვივარაუდო, რომელი იქნებოდა უკეთესი სტრატეგია. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, უნდა განვიხილოთ თავარი, როგორ შეუძლია დააზიანოს ადამიანმა გორილა და პირიქით, როგორ შეუძლია გორილას დააზიანოს ადამიანები. ამოვიდა რა თქმა უნდა უფრო საინტერესო კითხვაა თუ როგორ დააზიანებენ ადამიანები გორილას, როცა ის ბლაგვის აგნების წინააღმდეგ ასე კარგადაა დაცული. გორილას თავის ქალა ადამიანისაზე მინიმუმ 2-ჯერ ან 3-ჯერ ძლიერია. თუმცა როგორც ამ ჩონჩხზე ხედავთ, საფეთქელი შედარებით სუსტია. ვიზუალურად ეს ეტყობა, რომ ნაკლებად დაცულია თავის სხვა ნაწილებთან შედარებით. კიდევ ერთი შედარებით სუსტი წერტილი, მაგრამ იმდენად არა იქნებოდა გორილასთვის ქვედაყვის ძვალი, რადგან ადამიანის მსგავსად ეს მის თავის ქალაში ერთადერთი მოძრავი ძვალია, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ აქ მიყენებული დარტყმა შედარებით მეტ ტვინის ტრავმას გამოიწვევს. მოკლედ, გორილას ძვლის სტრუქტურის დონეზე მხოლოდ ეს ორი სისუსტე აქვს. თუმცა ამის გამოყენება ეფექტურად ადამიანების მხრიდან მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მაგალითად ქვას ჩაარტყავენ თავში. ქვა პრინციპში იარაღია, რაც ამ დაპირისპირების წესებს ცოტათი არღვევს. მთელი აზრი იმაშია, რომ ადამიანები უნდა იყვნენ უიარაღოთ. ამის გარდა გორილას კიდევ აქვს სისუსტეები, შეიძლება გამოვყოთ თვალები, რაზეც ყველა ლაპარაკობს და ცხვირი, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. თვალებს რატომ ვიძახი გასაგებია, ყველა არსებას სუსტი თვალები აქვს, ასე თუ ისე, დაზიანებას ვერ უძლებს. და ცხვირსაც შეეხება, გორილას ცხვირის გატეხვა თეორიულად ძნელია, მაგრამ თვითონ ხრტილოვანი ნაწილის გატეხვა არ არის ეგეთი ძნელი. ეს ხრტილოვანი ნაწილი გორილას არცზე დიდი აქვს და ცხვირის დიდი ნაწილი პრინციპში ძვალია. თუმცა თუ ეს ხრტილოვანი ნაწილი გატყდა, გორილას ეს ადგილი გაუსიუდება და სავარაუდოდ სისხლის წამოუვა, რაც ასე თუ ისე მაინც დაზიანებაა და გორილას სუნთქვას საგრძნობლად გაურთულებს. ისეთ სცენარში, სადაც ადამიანებს გორილის არ შეეშინდებათ, რამდენიმე ადამიანთან შერკინების მერე გორილა შეიძლება დარჩეს ბრმა და სუნთქვაც ძალიან უჭირდეს უკვე. ამ დაზიანებების გარდა, რა თქმა უნდა, შეიძლება გორილას წინ კანი გაეჭრას, თუმცა ეს შედარებით ძნელია. მისი მოხრჩობა კი არ ამგონია ოპტიმალური ან საერთოდ შესაძლებელი ვარიანტი იყოს. ნუ რა თქმა უნდა, წელს ქვემოთაც შეიძლება გორილის დაზიანება, ალბათ ხვდებით, რასაც გულისხმობ. ახლა კი უნდა განვიხილოთ თვითონ გორილას რა იარაღები აქვს ადამიანების წინააღმდეგ და ყველაზე მეტ შეცდომას ძირითადად აკუშვებენ ხოლმე. პირველ რიგში კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გორილა ვეფხვით და ლომის მსგავსად სიკვდილის მანქანა არ არის. მისი ფუნქცია სხვა ცხოველების მონადირეება და მოკლა ნამდვილად არაა. მეტიც მისი კბილების კი არ არის განკუთვნილი ხორცის საჭმელად, რადგან როგორც ვიცით, ის ვეგეტარიანელია. მეცნიერულ ენაზე ჰერბავორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო მცენარეებს ჭამს. გორილას იარაღებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი იარაღად მაინც მიმაჩნია მისი ძალა, კონკრეტულად მისი დაჯახებისა და მოჭერის ძალა. ბევრს ვინც ამ რაღაცა ტრენდს თვალს ადევნებს, გონია რომ გორილა შეუძლია უბრალოდ მუშტების შეკრას და უბაგუნოს ადამიანებს. ეს ჟარგონზე რო ვთქვათ.
თუმცა თუ გორილები ბრძოლებს გადახედოთ ერთმანეთთან, შეამჩნევთ, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს ეჯახებიან და ხელს კრავენ. ვიდეოს განახებდით აქაც უბრალოდ YouTube-ი დამიკოპირაითებს. კარგი ეს გავიგეთ, მაგრამ ეხა ვიტყვი ბარემ რატო არის ესე. არ ვიცი ყოველას რატო მოგვირს ეს ამბავი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გორილებს მოქნილობა საკმაოდ აკლიათ. ისინი ინდივიდუალურ კუნთებს ვერ აკონტროლებენ ადამიანებივით. თუ დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევაში ხელი ნაწილობრივ ან მთლიანად გაშლილი აქვს. არ და ხელის მოღუნვა ჩვეულებრივად შეუძლიათ, მაგრამ ამას ატომას არ აკეთებენ ხოლმე. ბრძოლისას იშვიათად აკეთებენ, თორე ისე რა თქმა უნდა გააკეთებენ ჩვეულებრივად. მუშტების შეგვრა შეუძლიათ რეალურად, მაგრამ მუშტები ბრძოლისთვის არიან ზედმეტად მოუქნელები. ყოველ შემთხვევაში ანატომია ხელს არ უწყობს თამაში. ანუ გამოვიდა, რომ გორილის ძირითადი ძალა მაინც მისი დაჯახება იქნება. ახლა რაც შეეხება მათ კბილებს. პირველი პრობლემა ის არის, რომ გორილას 1300 PSI ყბის ძალა ჩვეულებრივი მითია. ამასთანავე კადისებთა ოჯახის წარმომადგენლების მსგავსად მათი კბილები არ არის შექმნილი ხორცის დასაგლეჯად. ორი ეშვი აქვს და იმ ორ ეშვსაც არ აქვს პრაქტიკული გამოყენება. ასევე მტაცებლებს, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვა ცხოველებისთვის კბენა, აქვთ გრძელი დრუნჩი, რაც კბენას საგრძნობლად ართულებს. ანუ ერთადერთი გზა, რომ გორილამ რამეს უკბინოს არის, რომ ხელი ჩაიდოს მაგალითად პირში ან ფეხი. აი ადამიანის მაგალითზეც რო წარმოვიდგინოთ, აი ადამიანი ხა მეორე ადამიანს მარტივად კისერში ნამდვილად ვერ უკბენს. მინიმუმ ხელების მოშველება დაჭირდება. მე მგონი ზედმეტად ჩავაღმავდი ამ თემას, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ გორილას კბენა ამ ბრძოლაში არტილერიის ფუნქციას ნამდვილად ვერ შეასრულებს. მეტიც ვიტყვი, რომ კბენა გორილისთვის საკმაოდ ცუდი სტრატეგია იქნება, იმიტომ რომ ხელებს იკავებს. ამდენი ლაპარაკის შემდეგ შემიძლია საბოლოოდ დავასწრო, რომ გორილის ერთადერთი რეალური იარაღი ამ ბრძოლაში არის მისი ძალა და ძირითადად დაჯახების ძალა. ერთადერთი შესაძლო ვარიანტი კიდე არის, რომ გახლიჩოს ადამიანის შუაზე, რაც ცოტა წარმოუდგენელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცალსაკენ მოუწევს ამის გაკეთება და 99 სხვა ადამიანი კიდევ ესხმის თავს ამ დროს. ანუ გორილას ის გადარჩენილი, რომ ადამიანები ხელით ათრიოს, გადაჯეგოს, დაეჯახოს მათ და ასე შემდეგ. პრინციპში მისი ხელის კროც საკმაოდ დამაზიანებელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ახლა კი მოდით შევუდგეთ თვითონ ბრძოლის განხილვას. პირველად განვიხილავთ სცენარს, სადაც ადამიანები ერთდროულად მიცუდებიან გორილას. ამ თეორიულ სცენარში ადამიანების გაწირვა ნაკლებად ფიგურირებს. ანუ 99 კაცი არ უყურებს, როგორ ათრევს გორილა იმ ერთ კაცს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სტრატეგიას, ამასაც თავისი ნაკლები აქვს. ადამიანები ძალიან პატარებიც არ ვართ, გვაქვს ჩვენი გაბარეტები და ალბათ თქვენც მიხვდებოდით, რომ ყველა ერთად ვერ შეუტევენ გორილას ეს 100 ადამიანი. გორილას და ადამიანების ზომების გათვალისწინებით დაახლოებით 4-დან 6-მდე ადამიანი შეძლებს ერთდროულ შეტევას. ამაზე მეტი რო იყოს უკვე ერთმანეთს შეუშლიან ხელს. კარგი, შეიძლება 4-ის ზედმეტად ცოტა იყოს, მოდით ავიღოთ 6. ამ ყველაფრიდან გამომდინარე 100 ადამიანის გორილაზე ერთდროულად თავდასხმა არის არარეალისტური. უფრო სწორი იქნება ეს ადამიანები განვლოვოთ ტალღებად და ასე 6-6 კაცად გაუშვათ. ასეთ სიტუაციაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ გორილა არის ალყაში და თავის თავს აუწევს პრინციპში ყველა მხრიდან, რაც მის დაღლას შეუწყობს ხელს. ჩემი აზრით, სწორედ ენერგიის გამოსვლა იქნება მთავარი ფაქტორი ამ დაპირისპირებაში. გორილები ზოგადად ენერგიის დახარჯვისას განსაკუთრებით ბრძოლებში არიან ძალიან არაეკონომიურები. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მალე იღლებიან და მათ შორის ბრძოლები რამდენიმე წამს ან წუთს გრძელდება. სიმართლე რომ ვთქვათ, გორილებს არც მათი კუნთოვანი აგებულება უწყობს ხელს გამძლეობაში. გორილების კუნთოვანი ბოჭკოების უმეტესობა არის მეორე ტიპის, ანუ სწრაფი შეკუმშვის. სწრაფი შეკუმშვის კუნთოვანი ბოჭკოები გამოირჩევა იმით, რომ არის მძლავრი, ახდენს უფრო მეტი ძალის მობილიზებას ნაკლებ დროში, უბრალოდ იტევს ნაკლებ ჟანგბადს. რაც გორილასთვის სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე ადრე დაიღლება. ახლა რაც მოყვევი ეს ყველაფერი უბრალოდ მიანიშნებს, რომ გორილამ სწრაფად უნდა დაასრულოს ეს საქმე. მოდით უბრალოდ ვივარაუდოთ, რამდენად სწრაფად შეუძლია მაქსიმალურად გორილას ამის გაკეთება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ ჩანაწერებში გვაქვს ადამიანის და გორილის ერთ-ერთზე დაპირისპირების შემთხვევები. ერთ-ერთ ჩანაწერში გორილა მოხუც კაცს 30 წუთის განმავლობაში ათრევდა აქეთ-იქით, მის მოგვლას ცდილობდა წყაროებით და გადარჩა ეს კაცი. პრინციპში პრიმატმა იქამდე ათრია, სანამ არ დაიღალა. ეს ადამიანი სავარაუდოდ ძალიან შეშინებული იყო და გორილასთვის წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. ამ სცენარში კი გორილას დაახლოებით 6 კაცი ებრძვის ერთდროულად და მისი არც ერთს არ აშენია. მოკლედ ახლა განვიხილავთ იმ შემთხვევას, როცა 100 კაცი 6-6 კაციან ტალღებად იყოფა და გორილას თავს ესხმის. დაღლის ან დაშავების შემთხვევაში ერთმანეთს ეცვლებიან და ადამიანები გორილას სუსტ წერტილებს უმიზნებენ. ასეთ სიტუაციაში არც ისე მარტივი იქნება, რომ გორილამ თუნდაც 10 ადამიანი დატოვოს ბრძოლის უუნაროდ. ანუ ჩემი პირადი აზრით 10 ადამიანი რო გაანეიტრალოს, უკვე ძალიან დაღლილი იქნება. და როცა ენერგია გამოცდილს ადამიანების ახალი დასვენებული ფენა მივარდება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ეს ბრძოლა მისგან. დროთა განმავლობაში გორილის ეფექტურობა შემცირდება და უფრო ნაკლებ ადამიანს გაანეიტრალებს დროში. საბოლოოდ გორილას დაღლილობას დაზიანებას დაემატება და ის ადრე თუ გვიან აუცილებლად წაიქცევა. და ამ დაცემულ არაქად გამოცდილ გორილასთან გამკლავება კი საკმაოდ მარტივია ამდენი ადამიანისთვის. ისი არ ვიცი რა უნდათ ამ გორილასთან, მაგრამ იცოდება ამ ყველაფრისთვის. მოკლედ რა დავასკვენით იმ სცენარიდან, როცა ადამიანები შეეცდებიან, რომ ერთდროულად მივარდნენ გორილას.
ჩემი აზრით, სულ 250 კილოგრამიანი ყველაზე ძლიერი გორილა იყოს სოფლიოში, შეძლებს მაქსიმუმ, ყველაზე მაქსიმუმ და ეგეც ძალიან არარეალისტურ შემთხვევაში 30 ადამიანის ბრძოლის უუნაროდ დატოვებას. დანარჩენი 70-დან რაღაც ნაწილს სავარაუდოდ დაზიანებები ექნებათ, მაგრამ სასწაული დაზიანებები არა. ყველაფერი ამ სცენარით თუ განვითარდა, გორილის გამარჯვების შანსს უბრალოდ ვერ ხედავ. 100 ადამიანი უბრალოდ ძალიან ბევრია, მით უმეტეს ამ ტაქტიკით. თუ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებით, ხოთ გაითვალისწინეთ, რომ მე-5 ან მე-6 კაცის მერე შეიძლება უკვე გორილას მხედველობა ქონდეს დაკარგული და ასევე ცხვიდან ვეღარ სუნთქავდეს ნორმალურად. ახლა კი განვიხილოთ ადამიანების გორილასთან ცალ-ცალკე შებმის სცენარი. იქნება ამ შემთხვევაში მაინც ქონდეს გორილას შანსი. ეს ტაქტიკა იმას გულისხმობს, რომ 100 ადამიანიდან ერთი გორილას ერთი ერთზე უპირისპირდება და დანარჩენი 99 ელოდება, როდის განეიდრალებს გორილა ამ ადამიანს. და ამის შემდეგ კიდე ერთი სხვა ადამიანი მიდის, სანამ გორილას ერთი ერთზე არ მოუგებს ვიღაცა. რთული შესამჩნევი არ არის, რომ ამ ტაქტიკას ბევრად მეტი წუნი აქვს ვიდრე წინას. თავარი ნაკლი ის არის, რომ პირველი ამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივი შესაწირია. იმის მიუხედავად, რომ წმინდა წყლის თეორიული სცენარია, ეგ ამბავი მაინც ძალიან უცნაურია. გორილასთან ერთი ერთზე შებმა, მით უმეტეს, როცა შენ ხარ ამ თავდასხმის ინიციატორის სისულელე უფრო არის ვიდრე სიმამაცე. მაგრამ რახან დაუწყე განხილვა აქ არ მივატოვებ და ბოლომდე გავყვები ამ სცენარს. სტრატეგიის მეორე ნაკლი ის არის, რომ გორილა ერთი ადამიანისგან უკეთ დაიცავს თავს და დაზიანებასაც ნაკლებს მიიღებს. ის სტრატეგია, რომ წარმატებით განხორციელდეს, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს, რაც შეიძლება დიდი ხნით გადარჩინაზე და გორილის დაღლაზე, რაც ჩვეულებრივი სანგრების ომის ტაქტიკებია. ასეთი ომების დროს ჯარისკაცებს უშვებდნენ ტყვიარმქვევების ცეცხლის წინააღმდეგ, რათა ვინც ისროდა ამ ტყვიარმქვევებს გამოფიტულიყო. ეგრე გვაქვს საქმე გორილას შემთხვევაში. გორილას უბრალოდ ხალხი უნდა ახოცინოს, სანამ არ დაიღლება და არ დაეცემა. ჩემი პირადი აზრით ასეც იქნება ადრე თუ გვიან უბრალოდ ბევრად დიდი დანაკარგებით ვიდრე წინა ტაქტიკის შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ფატალურად დაზიანებული ბევრად მეტი იქნება. მოდით ნელ-ნელა ვიდეოს დასკვნაზე გადავალთ, თორე უკვე დისერტაცია გამომდის. გორილა ძალიან ძლიერი ცხოველია, თუმცა ზოგი ადამიანი მის შესაძლებლობებს გადამეტებულად აღიქოვს. ჩვენი ვიდეოს საბოლოო ვერდიქტი ის არის, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს გორილა, მას 100 კაცის დამარცხება ნამდვილად არ შეუძლია. გულისხმობ იმ პირობებში, რომელიც დავასახელე. ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და თუ მოგეწონათ ის თხოვთ, რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ასევე დატოვოთ კომენტარი, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო და რამე ვიდეოს იდეას თუ გაქვთ, ეგეც ტრადიციულად დაწერეთ. ამ ყველაფრით ძალიან შევუწყობთ ხელს იმას, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს ვიდეო და აღსას დაეხმარებით განვითარებაში. მომავალ შეხვედრამდე.